ყოველ დღე 1%-ით უკეთესი რო გახდე შენ თავზე რა უნდა გააკეთო. პირველ რიგში უნდა გააკეთო ის, რომ იყო სისტემატიური, საკუთარ თავს პირობას რომ იცემ შეასრულო, არ მისცე პირობას იმ შემთხვევაში თუ არ შეასრულებ, ამიტომაც უნდა ისწავლო საკუთარი თავის პატივისცემა. თუ საკუთარ თავის პატივს არცემ, არავის არ აქცევს პატივს და თუ არავინ არ აქცევს პატივს, ეს ნიშნავს, რომ შენ საკუთარ თავს პატივს არცემ. რამდენადაც უცნაურად არ უნდა შეერდეს. 1%-ით საკუთარი თავის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ყოველთვის გასწორდეთ. ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. თუ საკუთარ თავს არ მისცე უფლებას, რომ განვითარდე ნელ-ნელა და არა ჩქარ-ჩქარ, ყველაფერი რომ მიიღო ცხოვრებაში ერთ დღეშივე, ვერაფერს ვერ დააფასე. არაფრის ფასი არ გეკეთოთ, ამიტომაც შენ გჭირდება ყოველ დღე მცირე დროის დახარჯვა, ვიდრე ერთი დღეში ყველაფრის დახარჯვა. ერთი წელი რო იმზადებოდე რაღაცის გასაკეთებლად და ერთ დღეში მიიღო, ეგეც სრული სიგიჟეა. უნდა გააკეთო ყოველ დღე. მცირედით, მაგრამ მაინც. სულ არაფერს ეგ ჯობია და ერთი წელი რაღაცის ლოდინს და იმას ისე გირჩევნია ყოველ დღე რაღაც მცირედი განვითარება და მცირედი შედეგი ნახო, შეიძლება შედეგი ვერც კი ნახო, მაგრამ ყოველ დღე რო რაღაცას გააკეთებ, ერთი ნაბიჯით ახლოს იქნები საკუთარ მიზანთან. მე ამიტომაც გადავწყვიტე 90 დღის განმავლობაში დავდო ყოველ დღე ვიდეო. წარმატებები მისურვებთ, წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე ყოველ დღე